ყველა კაი ექიმი ხო არ იქნება, ყველა კაი მასწავლებელი დონეზე ხო არ არის. ასევე 12 მოციქულიდან იუდამ არასწორად მოიქცა. უბრალოდ აღმესმა 12 მოციქულიდან 11 ეწამა. და ხშირად მომბობ რომ ხდელი ვერძოს ვერ იქნება ღმერთი, მაგრამ ხშირად მომბობ როგორც სამონტყუში ექიმია, ისია ეკლესიაში მდელი. როგორც შენობას არა აქვს სამონტყუს თუ ექიმი არ იქნება, ასევე ტაძარს მატოსანტეს ზოანტებ და პიჟვას უიძო. კარგია, მაგრამ ვერ მოინათლები მის გარეშე. აღსარებას ვერ იტყვი, ეს კი შეიძლება შეგიძლია ყოველ საღამოს თქვა და გეჩებთ ყოველ საღამოს თქვა, იმიტომ ღმერთის წინაშე, იმიტომ აიცი დაწვებით და ძეში გაიბარები თუ არა, მაგრამ აღსარება მდელი, იმიტომ ასაჭრო მე ყოველს რო ეზიარო და პრაქტიკაში ხედავ 99 წინა რომ სიარებით უკუნებელი სინები გაკუნებდეს. ესე გაკეთდა რატომ ამას გეუნებით, იმიტომ რომ 90% მოწონები ვართ, მეტი თუ არა ქართული, მაგრამ აღსარება ზიარებისთვის მაქსიმუმ 30%. ახლა უკუნებელი სინები იკუნება. აღსარება ზიარების 7 ზედისხებით. თუ ჩვენს ვიცამოთ ეს რომ არ ყოფილა მათო ტრადიცია, ყოფილა რეალობა. ყოფილა რეალობა და მადლობა ამას რომ ამის საშუალება გვაქვს.